დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. როდესაც ჩვენ ვიწყებთ გადაცემას, ჩვენ პრაქტიკულად ვაგრძელებთ იმ საუბრების ციკლს, რომელიც მრავალი წელია თქვენთან ურთიერთობაში ჩამოგვიყალიბდა და ვიწყებთ გადაცემას იმის განცდით და იმ სურვილით, რომ ჩვენთან გატარებული ყოველი წუთი აღმოჩნდეს თქვენთვის სასარგებლო. სასარგებლო იმ მიზნით, რომ გაგვახსენოს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სიცოცხლე, რამდენად უჩვეულოა, უნიკალურია და განუმეორებელია თითოეული ადამიანი და რამდენად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი. აი ასეთ შემთხვევაში, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს არჩევანს, არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რა ჭირდება ადამიანს ყოველდღიური არსებობისათვის, რა თქმა უნდა, ჩამონათვალი გრძელია. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ვიპოვოთ საკუთარი თავი, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ რეალიზაცია, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამისთვის აუცილებელი არის ინსტრუმენტი სახელად ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა, რომელიც ფიზიკური კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, რომელიც არის ჩვენი მენტალური კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, რომელიც სოციალური კეთილდღეობაც გახლავთ, თავისი ემოციური კომპონენტით, თავისი სოციალური კომპონენტით რასაკვირველია და ასეთ შემთხვევაში ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა გარემოს ჯანმრთელობასთან ერთად ქმნის იმ თაიგულს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიური არსებობა. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ მაგალითად იმასაც, რომ ეს ყველაფერი საყურადღებოა ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიახ, ჩვენი ცხოვრების ყოველ ეტაპზე ჩვენ ვირჩევთ ცხოვრების წესს. ვირჩევთ იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ჯანმრთელები. ვირჩევთ იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ უფრო დიდხანს. ვირჩევთ იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს უფრო მაღალხარისხიანი. ვირჩევთ იმისთვის, რომ ურთიერთმხარდაჭერა შევძლოთ და ურთიერთმხარდაჭერით უფრო მეტის გაკეთება შევძლოთ. და როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება შევქმნათ ჩვენი ხელებით, ბევრი რამ შეიძლება შევქმნათ ჩვენი ხელებით და უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხელებით შესაძლოა არა პირდაპირ გაგებით, მაგრამ ჩვენი არჩევანით ჩვენ შეიძლება შევქმნათ ჩვენი ოჯახი. ოჯახი, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მყუდრო გარემო, თუ იქ სიყვარულია, თუ იქ ადამიანების ურთიერთმხარდაჭერა და როდესაც ჩვენ ვამბობთ ჩვენი ხელით შექმნილი გარემოს შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიურობისათვის, იმ ადამიანების ყოველდღიურობისათვის, ვინც ჩვენს გვერდით არის, ჩვენთან ერთად ცხოვრობს, ან საზოგადოების ნაწილია, მაშინ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჩვენი გადაცემის პროექტები. პროექტები, რომელიც საუკეთესო მაგალითია იმისა, რას ცვლის ადამიანის ხელით შექმნილი გარემო. დიახ, რას ცვლის ადამიანის ხელით შექმნილი გარემო, მაშინ, როდესაც ჩვენ ერთად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ გარემო პირდაპირ გაგებით და გარემო, რომელსაც ჩვენი ოჯახი ქმნის. ასეთ შემთხვევაში, თუ ჩვენ ჰარმონია გვაქვს გარემოსთან ურთიერთობით მიღწეული, თუ ჩვენ ჰარმონია გვაქვს ჩვენი ოჯახის შიგნით, თუ ჩვენ ჰარმონია გვაქვს საკუთარ თავთან, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის დღეგრძელობაც და ცხოვრების ხარისხიც არის მიღწევადი. დღევანდელი ჩვენი ისტორია, უბრალოდ ისტორია, რომელსაც ქრისტის შანავა გაგიზიარებთ, არის ფიქრობ ამის ძალიან კარგი მაგალითი მრავალშვილიანი ოჯახი, განსაკუთრებული დამოკიდებულებით გარემოს მიმართ. ნებისმიერ ადამიანს მოვუწოდებ პატარაობიდან დღემდე, რომ არასოდეს არ არის გვიანი. ყოველთვის ისწრაფონ და აკეთონ ის საქმე, რაც უყვართ. მე უზომოდ მიყვარს ყვავილები. მიყვარს გარემო, მიყვარს ბუნება. 42 წლის ასაკში, როდესაც დავიწყე სწავლა, ყველა დამცინოდა.
რატომღაც ყველა დამცინოდა რომ დაამთავრებ და გახვალ პენსიაშიც, მაგრამ ვიპოვე, რასაც ვეძებდი ამდენი წლის მანძილზე, ვიპოვე ეს ჩემი საყვარელი საქმე. აი ამინდი რო არ მიშლდეს ხელს, მთელი დღე შემიძლია დილიდან დაღამებამდე, რო ღამდება ისიც არ მინდა რომ დაღამდეს. აი და რო წვები რაღაცა ისეთი შეგრძნება, აი მინდა რომ მალე გათენდეს, რომ ისევ და ისევ ჩავიდე ბაღში. მე გახლავართ ლედი ხოსრიაშვილი, ცხოვრობ მცხეთის რაიონის სოფელ ბიწმენში. პროფესიით გახლავართ მებაღე დეკორატორი. ვართ 3 და 1 ძმა, ჯერ ისევ პატარები ვიყავით 5-6 წლის ასაკში, რომ დავიწყეთ პატარა ყვავილებით ეზოს გალამაზება. სულ ჩხუბი მოგდიოდა, არა ეს ადგილი ჩემია, ვრგავდით, ვაგროვებდით ყვავილებს, ზოგს ვეხმარებოდით და გვჩუქნიდნენ, ზოგს ისე ვაგროვებდით და რო ვრგავდით და მოგდიოდა კამათი, მამამ ადგა და გაგვიყო ეს სახლის წინ ადგილი 3 ნაწილად. და ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევდა, რომელი უცხო ყვავილს მოვიტანდით, რომელი უკეთესად მოუვლიდით და სამივე და ვართ უზომოდ გიჟურად შეყვარებული ყვავილებზე. გვაქვს უამრავი სახეობის ყვავილები და ვეწევით ჩვენ საყვარელ საქმეს. მე ეს ჩემი საქმე პროფესიათაც ვაქციე. გადავედი გამრავლებაზე, იმიტომ რომ ბუნებით ვარ ან ყველაფერი ან არაფერი და მივყევი ვაგროვებდი. სულ თავიდან დავიწყე ასტრებით. დღემდე ჩემი უსაყვარლესი ყვავილი არის ასტრა. და ასე გავხდი ალბათ კოლექციონერი რო იტყვიან თითქმის ყველა სახეობის ყვავილი მაქვს. სადამდე მივალ არ ვიცი, მართლა არ ვიცი. აი უზომოდ შემიძლია. ვამრავლო, ვაკეთო, გამოჩნდება რაღაცა უცხო ყვავილი, არ არსებობს. ვერ ვიძინებ, აი ღამებს არ ძინავს, მინდა რომ ის ყვავილი ჯერ შევისწავლო, ჯერ აუცილებლად უნდა ვისწავლო მისი მოყვანის წესები. არ დარჩენილა, აი 10 წელი ამ საქმეს ვეწევი, არ დარჩენილა მხარე, აი სვანეთიდან მოყოლებული. არ არსებობს, აი თვით სოფელიც არ არის, მე მგონი დარჩენილი, რომ ჩემი ყვავილები არ ყვაოდეს. წყვეტა მქონდა ერთადერთი, რომ ბავშვები გამეზარდა. 4 შვილს ვზრდიდი, სანამ იმხელა არ გახდა ჩემი პატარაც, რომ მე უკვე მზად ვიყავი ამ საქმიანობისთვის, იმიტომ ეს არ არის ადვილი საქმე, ამას უნდა მიუძღვნა მთელი სული და გული. არ არის ხელწამოსაკრავი, ძალიან დიდი შრომა დევს. შეიძლება დამათენდეს თავზე, მაგრამ ამ დროს დაღლა სადღაც მიდის. აი მე უკვე რომ მოვდივარ სახში და უკვე დამთავრდა საქმიანობა, მე ვხვდები რა დონეზე ვარ დაღლილი, მაგრამ ეს არის სასიამოვნო დაღლა. რო ხვდები რომ აი ყველა მცენარე დაპურებული მყავს და მორწყულია, გათოხნილია. აი იმით ვარ ბედნიერი. ერთი მაქვს ბოსტნეულის ეზო, ნაკვეთი, სადაც ძველ ჯიშებს ვამრავლებ, უამრავი სახეობის პამიდორიდან მოყოლებული, ოღონდ მხოლოდ ქართულ ჯიშებს, ძველ ჯიშებს, არ მინდა რომ დაიკარგოს ეს ჯიშები. სულ ძიებაში ვარ დღემდე, თუ სადმე გავიგე, რომ აი ეს კარგი ჯიში, ძველი ჯიში, ის კიტრია, პამიდორია, ნებისმიერის, თუმცა უკვე საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს ამ ძველი ქართული ჯიშების. წლებია უკვე მოგვყავს ჩინური ყურძენი. გვაქვს 3 ვენახი. მინდა რომ მეუღლემაც სხვადასხვა ჯიშის ყურძენი მოიძიოს, გაამრავლოს. მოცნებად მქონდა ჯერ სათბური, პატარა ვიყავი რომ მეზობელი ფიზიკის მასწავლებელი დაგვიძახებდა და გვაკრეფინებდა ივან და მარიას, მერე ვარდების ჭრას ვშველოდით ხოლმე და იქიდან მოცნებად მქონდა რომ მქონიყო სათბური. მეუღლეც დამეხმარა ამ სათბურის ყიდვაში და ასევე მინდოდა ჩემი ნაკვეთი დიდი სივრცე, სადაც აი რაც გამიხარდებოდა იმას დავრგავდი, იმას მოვიყვანდი და მადლობა მეუღლეს, რომელმაც შემიწყო ამ ყველაფერში ხელი, ვიყიდეთ 3500 კვადრატი ნაკვეთი, სადაც მინდა ჩემი ოცნებებს ფრთები შევასხა და გავაკეთო ჩემი სახელობის გარდენია. აი ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და ოცნება. როდესაც საკუთარ თავს წარმოვადგენთ, როდესაც ჩვენზე ვსაუბრობთ, ვამბობთ მე.
მხოლობით რიცხვში და მრავლობით რიცხვში ჩვენ. კუთვნილებითი ნაცვალსახელების გამოყენების ეს ქართულ ენაში ასეა. თუ ვამბობ მე, მაშინ ჩემი. თუ ვამბობ ჩვენ, მაშინ ჩვენი. როგორია რეალურ ცხოვრებაში ამ სიტყვების ურთიერთდამოკიდებულება? ფორმალური? არა, შინაარსობრივი. როგორია ეს ყველაფერი ყოველდღიურ ჩვენს ცხოვრებაში ნათარგმნი? აი ამაზე ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის პრაქტიკულად გუნდის წევრთან, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, ფსიქოლოგი პროფესორი ბატონი ზურა მხეიძე არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. დილამშვიდობისა ზურა. დილამშვიდობისა. როდესაც ჩვენ თითქოს მარტივ სიტყვებს ვიყენებთ, ნაცვალსახელებს მე, ჩვენ, ჩემი, ჩვენი. ადამიანის ყური მიჩვეულია ამ სიტყვებს ხშირად ვიყენებთ სხვადასხვა წინადადებაში, სხვადასხვა შინაარსის ხაზგასასმელად. თუმცა ხშირად თუ დავფიქრდებით, ამ სიტყვებს გაცილებით უფრო ტევადი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანი თითქოს მასშტაბს განსაზღვრავს ამ სათქმელით, თითქოს თავის დამოკიდებულებას განსაზღვრავს მოვლენების მიმართ და ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, სად არის ადამიანი თვითონ, სად არის ოჯახი, სად არის საზოგადოება, თითქოს ეს იერარქიაც ეტევა ამ ნაცვალსახელებში. ფსიქოლოგიაში, როდესაც გადავიხედავთ, როგორია ამ სიტყვების მიმართ და ამ სიტყვათა შეთანხმების მიმართ დამოკიდებულება? პირველ რიგში რომელიღაც აქედან ნაცვალსახელს რამე უპირატესობა არ აქვს ცალსახად, რომ ის იყოს გამოყენებული. თუ ფსიქოლოგიური კუთხით შევხედავთ, ჩვენ შეგვიძლია დავთვალოთ, როდეს რამდენჯერ ხმარობს მეს, რამდენჯერ ხმარობს ჩვენს და რა კონტექსტთან მიმართებაში. ადამიანი, რომელიც ჩვენს ხმარობს, არაფრით არ ჯობია, მაგალითად პირდაპირ ადამიანს, რომელიც მეს ხმარობს, იმიტომ რომ სულ სხვადასხვა ნიუანსია, რატო შეიძლება ეს სიტყვა გამოვაკეთოთ. მაგალითად, მე არის პასუხისმგებლობა. ჩვენ არის პასუხისმგებლობის გადანაწილება. მე არის საზღვარი. ჩვენ არის გაერთიანება. მე არის როცა პასუხისმგებლობას ვიღებ და ჩვენ არის როცა მე მინდა მოტივაცია შევქმნა სხვას და ასე შემდეგ. ამიტომ რა შინაარსაც უკავშირდება, იქიდან გამომდინარე შეგვიძლია ჩვენ ადამიანზე ვიმსჯელოთ. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა ამ ადამიანს თვითონ იყოს პასუხისმგებელი თავის ქცევაზე თუ განავრცოს ეს ჩვენზე. შეგვიძლია თუ არა იგრძნოს, ასე ვთქვათ, თავი რაღაცა გუნდის მან ხო იმაზე ძირითადი იდენტიფიკაცია რა საკეთებდა საკუთარ პიროვნებაზე თუ გუნდის წარმოადგენლობას. და ზუსტად მაგას ვამბობ, რომ კონტექსტს გააჩნია, წესით ადამიანი უნდა ცვლიდეს ამის მიხედვით, რაზე უნდა מחვილე გააკეთოს. იმიტომ რომ იგივე მაგალითად ხშირად ჩვენის ხსენება, ანუ მეს არ გამოყოფა, დააკვირდით უფრო შიშია პასუხისმგებლობის აღებას და გაბნება მინდა ამაში. იგივე სულ მეს ძახილი და ჩვენის არ გამოყენება, აქ უკვე ლაპარაკია პიროვნებაზე, რომელიც პიროვნებაც თავის თავს ცენტრში ამყოფებს მუდმივად. მოვლენების ეპიცენტრში. მოვლენების ეპიცენტრში და ყველაფერში და ასე ვთქვათ, ვერ ხედავს, ვერ აიდენტიფიცირებს ვერც ერთი ჯგუფის წევრად. ასე რომ ნორმალური ადამიანი, მოდი ესე ვთქვათ, ხო, ამას იყენებს იმ კონტექსტთან დაკავშირებით, რისი აღნიშვნა უნდა. იგივე კანონზომიერება შეგვიძლია დავინახოთ სიტყვათა შეთანხმებაში ჩემი, ჩვენი. აქაც აღიქმება ზღვრები, გაერთიანება, უბრალოდ ერთიანობაში საკუთარი თავის წარმოდგენა. რა თქმა უნდა, ჩემი არის ჩემს საზღვრებში რაც არის მოქცეული, ჩემი უფლებები რაც არის, დაუშვათ ხო კუთვნილებითია, ჩვენი არის უკვე ჯგუფის და გუნდის რაც არის. თვითონ ესეთი რჩევაც არის, მაგალითად ლიდერებისთვის არის რჩევა, რომ არაფერს ისეც არ ვამბობ, ძველია, მაგრამ მაინც არის რჩევა, რომ თუ შენ ლიდერი ხარ ჯგუფის, წარუმატებლებზე უნდა თქვა, რომ ჩემი ბრალია და წარმატებები გადაანაწილო ჯგუფზე. რატო? იმიტომ რომ მოტივაცია მისცე. რატო ვამბობ, რომ ჩემი ბრალია, პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს და ამით ვუმსუბუქებ იმ ჯგუფს მდგომარეობას. ანუ ჩემი ბრალია და წარმატება, მე ვამბობ, რომ ჩვენი გაკეთებულია, ამით მოტივაციას ვუქმნ. ზოგიერთ ხელმძღვანელი პირიქით აკეთებს, ხო? და პირიქით რო აკეთებს, ვერ ფიქრობს რა ხდება. როდესაც წარუმატებლობა ჯგუფის ბრალია, ეს არის დემოტივირება რეალურად და ასე შემდეგ. არასწორი მართვა.
თუმცა ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ და ახლა მე ამ მოდელს გადმოვიტან ოჯახის და საზოგადოების კონტექსტში. როდესაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ადამიანის სოციალური არსება და ის სხვა ადამიანებთან თანაცხოვრებაში გადის სხვადასხვა ეტაპს თავის ცხოვრებისა, ჩვენ გულისხმობთ, რომ ოჯახიც სოციალური უჯრედია, სოციუმია და ფართო საზოგადოებაც სოციუმია. მე და ჩვენ ოჯახში ჩემი და ჩვენი ოჯახში, ან ოჯახის მასშტაბით რომ დავინახოთ, როგორ აღწერს ეს სიტყვათა შეთანხმება კლიმატს, ან რამდენად განსაზღვრავს ოჯახურ კლიმატს, ოჯახურ ცხოვრებაში კეთილგანწყობას, კეთილდღეობას, ოჯახურ კეთილდღეობას. მე ურთიერთობითი კეთილდღეობა მაქვს ცხადია მხედველობაში, რაც უპირველესია. მან ისევ ის ფორმულა მუშაობს, როდესაც ვილაპარაკეთ. ამიტომ ოჯახი ეს არის ჩვენი ერთობა, სადაც ღირებულებათა სისტემა და ინტერესები და მიზნები პრინციპში უნდა იყოს შეთანხმებული, გაზიარებული და ეკეთმეტები. ამავე დროს თითოეულ ადამიანს ოჯახში მაინც უნდა კონდეს მე. იმიტომ რომ მე არის კიდევ ამ პასუხისმგებლობა, ხო? ასე რომ მანდაც იგივე ვარიანტით შეგვიძლია მივუდგეთ, შემიძლია ვახსენო ჩვენ როგორც ოჯახი, ანუ როგორც ძალა, როგორც რაღაც გარკვეული ჯგუფი, რომელსაც საერთო ღირებულებები გააჩნია. და იერარქიაში დგება ხოლმე ის, რომელიც ღირებულებითში უფრო მეც წარმოადგენს. მაგალითად, იაპონელებისთვის და კორეელებისთვის, სამხრეთ კორეას გულისხმობ, თავისი იდენტიფიცირება სამუშაო ჯგუფთან, ანუ სამსახურთან, იმდენად მაღალია, რომ ადამიანი თავს ვერ გრძნობს ბედნიერად ოჯახში, თუ მისი ჯგუფი ცუდად არის გარეთ. იცით თქვენ კაროში ქვია ზედმეტი შრომისგან და პასუხისგებლობისგან სიკვდილს, ასე ვთქვათ, იაპონიაში. მათ იქ უდევთ ეს წონა. ნუ დანარჩენი აქ როგორ დაალაგდება ღირებულებები. ადამიანი შეიძლება ოჯახი დაანგრიოს, ნახეთ, პირიქით. იმიტომ რომ ის აიდენტიფიცირებს გარე ჯგუფთან, მაგალითად კარიერის გამო. ანუ მისთვის ღირებული გარეთა რაღაცაა. ანუ პირველხარისხოვანი და კი, პირველხარისხოვანია და იერარქია დგება იმის მიხედვით, სად მეტად ვაიდენტიფიცირებ ჩემ თავს, რომელი ღირებულებითი ნაწილია ჩემთვის მნიშვნელოვანი და მე უკვე ამ სიტყვებს და მე და ჩვენ და ასე შემდეგ ვიყენებ იმის მიხედვით, რომელს განვაკუთვნებ თავს, განსაკუთრებით ჩვენს. ნუ მე სადაც არ უნდა იყოს, ყველგან ერთნაირად გამოიყენებ. პრაქტიკულად, როდესაც ოჯახზე გადაგვაქვს ეს მოდელი, კანონზომიერება რჩება უცვლელი და მასშტაბი იცვლება, ზურა? კი, მე შეიძლება ჩვენ საქართველოში ვილაპარაკო ოჯახის სახელით, მაგრამ ჩვენ ვილაპარაკო საქართველოს სახელით ოჯახის გარეთ, ნახეთ, იზრდება იმის მიხედვით, სად მინდა გამოვყო, რისგან მინდა გამოვყო, ასე ვთქვათ, ხო? ის სივრცე, სადაც მე ვიმყოფები, იმის მიხედვით, ხო, მასშტაბის მიხედვით ჩვენ სხვადასხვა შეიძლება იყოს სხვადასხვა სიტუაციაში. ისევე მაგალითად პროფესიულ გაერთიანებაშიც სტომატოლოგები ჩვენ დაუშვათ, ხო? ან თქვათ ქირურგები ჩვენ, მაგრამ სამედიცინო პერსონალი ჩვენ თლიან ესე მასშტაბია გაზრდილი, ხო? ასე ვთქვათ. კიდევ ვიწროთ შეიძლება კონკრეტული კლინიკა იყოს, მე ხო სამედიცინო სფეროს ვეხები, რომ ჩვენ აღიქმნებოდეს, სადაც იდენტიფიცირება ხდება იმ ჯგუფის სახელით ადამიანი შეუძლია თქვას ეს გამოიყენოს ეს სიტყვა. სად არის ამ სიტყვათა შეთანხმებებში რისკი? ადამიანისთვის, ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ თავდაპირველად, როდესაც საუბარი დავიწყეთ, თქვენ ბრძანეთ, რომ თუ ადამიანი იყენებს მეს, ან იყენებს ჩვენ, ეს არ ნიშნავს რომელიმე ფორმა გამოხატვისა მეორესთან უპირატესობას. უბრალოდ გასათვალისწინებელია თუ ადამიანი მარტო მეს ამბობს და არასოდეს ამბობს ჩვენ, ან ადამიანი ამბობს მხოლოდ ჩვენ და არასოდეს ამბობს მეს, ეს აბსოლუტურად განსხვავებულ შეფასებებს აღზრავს და ეს ლოგიკურიც არის. მაგრამ სად არის აქ რისკები ერთი ადამიანისთვის, ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის, თუ შევხედავთ უფრო ნეგატიურ კონტექსტში, უფრო სწორად კრიტიკულად შევხედავ. ადამიანი, რომელიც ამბობს მეს, ამბობს ჩვენს, ყოველთვის ამბობს ჩემი, არ ამბობს ჩვენი, ან პირიქით. აქ თვითონ ამ ადამიანისთვის რისკი რა არის, ოჯახისთვის რისკი რა არის და საზოგადოებისთვის რისკი რა არის. აღარად პატარა ბავშვი გაცილებით ადრე ამბობს მეს
და გაცილებით გიგვიან ჩვენს. ანუ სოციალიზაციის პროცესი, მან უნდა გააცნობიეროს ჩვენ რას ნიშნავს. მე მინდა ასე ვთქვათ. რისკი რა, რისკი ის არის, ასე ვთქვათ, რამდენად მე მესმის რა შეიძლება იყოს ჩემი. რაზე ვარ მე პასუხისმგებელი, ასე ვთქვათ, თუ ეს საკითხები მესმის, მაშინ ეს მე ჩვენ არ ამერევა. რას ნიშნავს ერთიანობა? საერთოდ ადამიანს ჯგუფიდან გარიყვა არ უყვარს. არ უყვარს კი არა, უბრალოდ სწორედ ჯგუფიდან გარიყული ადამიანი საშინელებაა. ანუ სადღაც ცალკე. ხშირად ადამიანები იმიტომ იქცევიან ისე კი არა, რომ თვითონ უნდათ მოიქცნენ, იმიტომ რომ ჯგუფიდან არ უნდათ რომ გარიყულები იყვნენ და ამიტომ ჯგუფის გავლენა არ ეხოვნ რა. მაგალითად ხო, სადღაც მივიდივართ, გეზარება წასვლა, მაგრამ ამიყვები იმიტომ, რომ შენ არ გინდა რომ ჯგუფისგან გარიყული იყოს. ზოგჯერ სიგარეტს ეწევი და წამალს იკეთებ, იმიტომ რომ არ იყო ჯგუფიდან გარიყული. ასეც ხდება. არა? ჯგუფიდან გარიყული ჯგუფს რომ ახლა ეგ ძალიან პატარავის ასაკშია, ანუ მაგრამ შესაძლებელია იქაც ეს იყოს мотиваცია. კი, რატო არა? თუ მეცაც გეტყვით, მე რო დაკვირვებული ვარ, იმდენად შეიძლება ჯგუფი ამისთვის მნიშვნელოვანი იყოს, რომ თავის ფიქრსაც ცვლის, ანუ აზრს იცვლის, იმიტომ კი რომ თვითონ ფიქრობდა ეგ რა, მას უნდა რომ მიეკუთვნებოდეს იმ ჯგუფს, რომელიც ისე, რომელიც მისთვის მისაღებია და იწყებს იმ ჯგუფისნაირად ფიქრს. თორე რეალურად კარგად რო თქვა გაანალიზოს, შეიძლება არც მაინც მისთვის მნიშვნელოვანი იყოს ის, რასაც ამას, მაგრამ მე მჭირდება იმ ჯგუფთან იდენტიფიცირება. როდესაც დღეს ადამიანის ჯანმრთელობაზე საუბრობთ, თანამედროვე მეცნიერება ამბობს, რომ ფიზიკური ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ საკმარისი, ადამიანს სჭირდება გაერკვეს იმაში, როგორია მის ფიქრები, ანუ როგორია მისი მენტალური ჯანმრთელობა, როგორია მისი შეგრძნებები და გრძნობები, ანუ ემოციური ჯანმრთელობა. ვინ არის, როგორ აღიქვამს ის საკუთარ თავს, ამას მედიკოსები სულიერ ჯანმრთელობას უწოდებენ და ასე შემდეგ. და გაჩნდა სწორედ ამ კონტექსტში აღქმა, ადამიანს სჭირდება თუ არა იმ სამყაროში, სადაც სულ უნდა თქვას ჩვენი და ასე შემდეგ, გამოყოს მე და ჩემი და გაჩნდეს პირადი ტერიტორიის, პირადი სივრცის განცდა. ეს არის აუცილებელი თანამედროვე ადამიანთვის უზარმაზარ აკვარიუმში რომ გრძნობს თავს, სადაც თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა და თითქოს ყველაფერი არის ჩვენ და ჩვენი. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეხლამდელ სიტუაციაში ადამიანი ჩვენს ფიქრობს, იმიტომ რომ იდენტიფიცირებას აკეთებს. ჩვენ ეს ერთდროულად მაგათ მოიაზრებს ჯგუფს და იქ თანა გრძნობასაც ვხედავ და საერთო ძალისხმევასაც რაღაცის მიღწევას. ახლა თუ სამეცნიერო სფეროში შევხედავთ, ადამიანი მარტო დავტოვავანტყოფოსთან დაიძახოს მე, ცუდი შეგრძნებაა შედარებით, ის უნდა ხედავდეს ხარდაჭერებს და მაშინ შეიძლება აღიარო, ხო? აი სახში რომ მიდიხარ ან მოგზაურებიდან, რა გიხარია? რო ხდებიან ვინ შენები. ანუ შენ მიდიხარ იქ, რასაც ეძახი ჩვენ ვინა ვარ და ძალიან ძვირფასი განცდაა ეს, ასე ვთქვათ. ასე რომ კიდე მივდივართ რა კონტექსტშია ნახმარი და როდის არის ნახმარი, იმიტომ რომ მეს თავისი ძალა აქვს. მეს აქვს მნიშვნელობა იმ ხრივ, რომ ადამიანი პასუხისმგებელი თავის ქცევებზე უნდა იყოს, თავის გადაწყვეტილებებზე. და იქ ეს მე სავსებით ნორმალურიც არის და ადამიანის მოციფულობაზე მიუთითებს, როდესაც მე შემიძლია ვთქვა, რომ მე ჩემ ქცევაზე პასუხისმგებელი ვარ. თუ ამ კონტექსტში მე ჩვენს ვიძახი, ეს არის რომ გაურბი ვარ პასუხისმგებელი. ისევე როგორც მაგალითად ყველა ასე ფიქრობს. მე რო ყველა ფიქრობს, მაგრამ ნახე მე კარგად გძნობ თავს, მარტო კი არა ვარ რომ ესე ვფიქრო. ყველა ასე ფიქრობს. ხო, მაგრამ ხო შეიძლება მარტო მე ვიფიქრო, მაგრამ ნახე მე შინია და ამიტომ ამბობ ყველა ასე ფიქრობს, იმიტომ რომ ვაჩვენო ძალა. ეს სისუსტის ნიშანია, ხო? ასე რომ ასე რომ ყველა ვარიანტი უნდა კონტექსტთან ერთად ნახოთ, თუ გვინდა ადამიანზე რაღაც შთაბეჭდილება შეექმნას, რასთან დაკავშირებით. როდესაც ვამბობთ მე და ჩვენ, ჩემი და ჩვენი, ჩემიანები და ჩვენიანები და სხვები. არის ამ ლოგიკის ნაწილი, ამ ლოგიკის გაგრძელება? რა თქმა უნდა. იგივე ვარიანტია, წეგან რო ვთქვით, ნახე, ჩემები, გულისხმობ ოჯახის წევრებს, ხო?
მოდი ავიღოთ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთზე, ხო? ჩვენები ეთამაშებიან. ნახე, ოჯახი კი არა გაფართოვდა, ეს მთელი გუნდია, ასე ვთქვათ. ან სადმე შემხვდნენ, როდესაც სადაც ხვდები, სხვა ქვეყანაში თუ შეხვდები, ჩემები შემხვდნენ, არც მეგობრებს გულისხმობ, არც კლასელებს, არც მეზობლებს გულისხმობ, რომ ქართველები შეხვდნენ. ერთ-ერთი მომენტია განსაზღვრელი, მსგავსება არის მოწონების განსაზღვრელი. მაგრამ ეს მსგავსება რო დავიჭირო და ვიღაცა მომეწონოს, მე უნდა დავინახო თქვენში მსგავსება და ამავდროულად უნდა დავინახო, რომ მე თქვენ გევართ და ჩვენ ორივე განსხვავდებით სხვებისაგან. ამიტომ არის რომ საქართველოს რო დადიხარ თბილისში და ვიღაცა ლაპარაკობს, გაიგონე, არაფერი არ ხდება, მაგრამ თუ მიდიხარ, რა ვიცი, ზიმბაბვეში ან რა ვიცი და იქ გაიგონე ქართული ხმა, ნახეთ, თქვენ მსგავსი ხართ ენით და განსხვავებული ხართ იმ ძირითადი ჯგუფისგან. მაშინ ეს ერთიანობის განცდა ეგრევე ჩდება, რაც არ ჩდება საქართველოში. იმიტომ რომ განსხვავება უნდა იყოს კონტრასტული და განსხვავება უნდა დავინახო და მე ვაიდენტიფიცირებ ჩვენ სხვანაირებს, ჩვენ ერთი ვართ. გვარი მაგალითად ხო? რა არის? რა გვარი ხარ და უკვე სხვა დამოკიდებულება. იმაზე როა თქვა კიდე კუთხურობაზე. დიახ, ეგ უნდა მეთქვა. ხშირ შემთხვევაში ამას გაგრძელება აქვს, კი. იმიტომ რომ გვართან ასოციაცია არაიდენტური გვარის გამო მხოლოდ, არამედ საქართველოს რომელი კუთხიდან ხარ, რომელი რეგიონიდან ხარ, ადამიანების დაახლოების ან განსხვავებული დამოკიდებულების წინაპირობა შეიძლება გახდეს. ასე რომ ეს ჩვენ იცვლება იმის მიხედვით, რა კონტექსტია, რა მოცემულობაა და მასშტაბი იზრდება იმის მიხედვით, გააჩნია რა თემას მიხედვით. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ სრულიად ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ის ფრაზა, სადაც ჩვენ მივედით, რომ კი მე და ჩვენ, ჩემი, ჩვენი, მე და ჩვენიანები, ჩვენ და ჩვენიანები. არის წყობრი ლოგიკური კავშირი და ძალიან გასაგებია ეს ყველაფერი და პირიქით, ახლა საუბრობდით და გარკვეული ემოციების აღძრა აი ამ გადასვლამ სიტყვებით, აი ამ ქარგამ, რომელიც აეწყო. არის თუ არა ამაში საფრთხე, როდესაც მაგალითად რაღაც ფაქტორის გამო, რაღაც იდეის გამო, რაღაცა მოვლენის გამო ადამიანები ერთმანეთს ემიჯნებიან. ჩემიანები, ჩვენიანები და სხვები. ეს არის თუ არა მაგალითად ოჯახის შიგნით საფრთხე, საზოგადოების შიგნით საფრთხე? როგორ აი რა არის საფრთხე ამაში? მარტივი ერთ-ერთი გავრცელებული ტექსტი მაგალითად შვილისგან მშობლების მიმართ. ნუ ერევით ჩემს საქმეებში. ოჯახი. მოზარდი ამბობს ამას ხომ მაგალითად. ნუ ვინდა მოზარდი გინდა მაგაზე ლაპარაკი ხო? ნახე, გამოყო მე ჩვენი და სხვა სიტუაციაში იქნებოდნენ ჩვენ, როცა თავისი ინტერესები გაჩნდა, ასე ვთქვათ, გამოიყენა სიტყვა მე. ასე რომ ეს ნორმალურია, უბრალოდ ჩვენ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შეგვიძლია ადამიანზე შთაბეჭდილება გავიჩინოთ, ნუ მივხვდეთ რა ტიპია, რომელ კონტექსტთან იყენებს მე. ანუ გაარბეს თუ არა პასუხისგებლობას. შეუძლია თუ არა თანამონაწილე გახადოს თავისი ახლობელი ადამიანები თქვა რაღაც სიხარულის თუ მე გავაკეთე. ეს კი არა, ეს ვიღაცებს ძალიან ეთყობა, ხო? გამოდის ყველაფერი მისი გაკეთებულია. მე შევქმენი, მე გავაკეთე და იქ რომ ამდენი ხალხი იყო იმის გარდა არანაწილებს, ხო? ჩვეულებრივ იმაში ხვდებით ჩვენ. ხო. ამიტომ ანალიზი დაკვირვებისთვის რაში რას იყენებს შეგვიძლია თქვა, რასთან აიდენტიფიცირებს თავის თავს და რა ტიპია რა მიმართულება. ნუ მე არ გადავდივარ ახლა პათოლოგიებზე, ნარცისიზმზე და ფსიქოპათიაზე და ასე ვთქვათ, ეგეთ რაღაცებზე, სადაც ეს აშკარადაა, ასე ვთქვათ, თავის კანდიდება და სხვისი დამცირების ხარჯზე ადამიანი რომელსაც უნდა რომ თავი წარმოაჩინოს. სხვათაშორის ეს საერთო ტენდენციად იქცა, როდესაც საკუთარი ღირსების წარმოჩენა სხვისი დაკნინების ხარჯზე არქსვლად ითვლება. ძალიან იაფასიანია და ძალიან ადვილია. შენ ილაპარაკე შენ მიღწევებზე და დაანებე სხვა როგორია. არც კოლეგიალურია, არც ადამიანურია. მაგრამ მართალი ხართ. ეხლა მიდის სხვების ასე ვთქვათ, დამცირება, რომ იმ დამცირებულ ხალხში მე როგორღაც გამოჩნდე უფრო მაღლა. და არ არის ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ეცეთ რა, ესეთი ადამიანები არ არიან ძლიერი ადამიანები, ესეთი ადამიანები ყოველ შემთხვევაში შეფასების ნაწილია, მაგრამ დიდ პატივისცემას არ იმსახურებენ, ხო? სამედიცინო სფეროში
ეს ვინ გამოგიწერა? რა სისულელე? ახლა ზუსტად ამის მაგალითი. ჩვეულებრივისა და თქვი რომ იცი რა მე ვთვლი რომ ეს ჯობია გავაკეთო და ნებ იმას თავი ეს სისულელეა თუ არ არის. ხშირი არ არის? არის. აბსოლუტურად გეთანხმები, მით უფრო რომ ახლა უნდა დაგისვა კითხვა, რომელიც ჩვენი საუბრის ლოგიკური ნაწილია. როდესაც აბსოლუტურად გასაგებად აღიქმება მე და ჩვენ, ჩემი და ჩვენი, ჩემიანები, ჩვენიანები და ზღვარი მიჯნა, ზოგადად სადემარკაციო ხაზიც კი, ოჯახის შიგნითაც კი გაევლება ხოლმე ასა დემარკაცია. როგორც მე ვამბობ, ეგრევე წარმოედგინოთ რომ საზღვარი. დიახ. და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახლა უნდა ვთქვათ, როდის არის კონფლიქტი, როდის არის წინააღმდეგობრივი მე და ჩვენ, ყველაზე ხშირად ჩემი და ჩვენი. ყველაზე ხშირად როდის არის წინააღმდეგობრივი, როდის არის კონფლიქტური, შეუთავსებელი მე და ჩვენ და ჩემი და ჩვენ. აი შეუთავსებელი. მარტივი, ავიღოთ ოჯახში ეგეთი რაღაცა. მოვიდა ერთი ოჯახის წევრი, არის დაღლილი და უნდა სახლში ყოფნა. აი დანარჩენს უნდა სადღაც წავიდნენ, იმიტომ რომ მათ უნდათ თავიანთი ოჯახი წარმოადგინონ იქ, რა ვიცი, რაღაც ეულო. ამას ეზარება არ უნდა. აქ უნდა გადაწყვიტოს მე თუ ჩვენ. თითქოს ბანალური სიტუაცია, მაგრამ კონფლიქტური. ბანალურია, მაგრამ კონფლიქტურია. მეცაც გეტყვით, თუ გადაწყვიტა ჩვენის სასარგებლოდ, როდესღაც მაგას მეორე წამოაყვედრეს, რომ მე რა სულ ასე თქვა, რამის უფლება არ მაქვს, ხო ესეთ. დასვენების უფლებაც არ მომეცით. მაიც ასე რომ ეს ძნელი საძებნი არაა რა. ოჯახი ძალიან ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს აი ამ მოდელის ასე ვთქვათ პირისპირ, როდესაც ოჯახში რამდენიმე წევრია, თუნდაც ორი ადამიანი იყოს, ავტომატურად ეს საკითხი დგება დღის წესრიგში. თუმცა როდესაც ამ მასშტაბებს ვცვლით, ჩვენ ხო დღეს ასე ვაკეთებთ რეალურად ერთი ადამიანის მასშტაბს ვაფართოვებთ საზოგადოების მასშტაბამდე და შემდეგ ვაპატარავებთ. საზოგადოების მასშტაბამდე თუ გავზრდით ამ კონფლიქტს, ჩემი და ჩვენი, მე და ჩვენ საზოგადოებასთან მიმართებაში. რატომ შეიძლება აღმოჩნდეს ეს კონფლიქტი ასეთი დრამატული ან საზიანო პიროვნებისთვის ან საზოგადოებისთვის? იგივეა, გავზრდოთ მასშტაბი. უნიფორმა რა არის? უნიფორმა ვიღაცას გონია სილამაზეთვისაა შეძენილი. სტანდარტიზაცია. ჩვენ რო გაკეთდეს. რა თქვენს თუ იგივე ფორმა? კი, არ გიცნობთ, მაგრამ როგორც კი ვხედავ, რომ ფორმა იგივე გაცვიათ რაც მე, თქვენ უკვე ჩემიანი ხართ, ხო? დროშა რა არის? რომ გაჩნდეს ჩვენ განცდა, ხო? სიმბოლო, რომელიც ყველას აერთიანებს. სიმბოლო, რომელთაც მე მინდა რომ გავაერთიანო, ასე ვთქვა. ასე რომ ეს პატარა ფანდებია, როგორ შეკრა და გააკეთა. ტრადიცია რა არის? იგივეა. აი ჩვენ გვაქვს ესეთ მე და თქვენაც რომ რაღაცა მოვიგონოთ ტრადიცია, ჩვენ უკვე ჩვენ ვიქნებით, იმიტომ რომ ის სხვას არ აქვს, მარტო მე და თქვენ გვაქვს. ეს ყველაფერი არის რაც აერთიანებს და აკეთებს ჩვენ განცდას. ძალიან კარგი ფრაზა იყო ბოლოს ზურა თქვენ მიერ გამოყენებული, იმიტომ რომ ჩვენ უკვე შევქმნით ტრადიცია. ერთი სატელევიზიო სეზონის განმავლობაში ყოველ პარასკევს იყავით ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილი და წლების მანძილზე ჩვენ ხვდებით ერთმანეთს და ცოტა უცნაურ თემებზე ვსაუბრობთ ერთი შეხედვით, თუმცა ძალიან ახლობელ და ბუნებრივ თემებზე ადამიანებისათვის და მე მგონი ჩვენ უკვე ვართ ჩვენ. ის რაც არ გავს არაფერს და არ არის არსად, არის მხოლოდ აქ ამ გადაცემაში და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მიხარია რომ თითქოს ბანალური სიტყვების ნაცვალსახელების მიღმა, პირის ნაცვალსახელებისა და კუთვნილებითი ნაცვალსახელების მიღმა დღეს ჩვენ ადამიანისა და საზოგადოების ადამიანისა და საზოგადოების შიგნით ოჯახთან ურთიერთობები დავინახეთ განსხვავებული წახნაგებით. მე მგონი გამოგვივიდა. მადლობას მოგახსენებ სტუმრობისთვის, მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ფსიქოლოგი პროფესორი ბატონი ზურაბ მხეიძე და რასაკვირველია მე აქ არ გემშვიდობებით. აუცილებლად გავაგრძელებ ნაცვალსახელებით თამაშს ამჯერად კვებითი შუქნიშნით. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით თავად საკითხის დაყენებით, იმიტომ რომ როდესაც საკუთარ თავზე ვსაუბრობთ,
ძალიან მნიშვნელოვანია წარმოვიდგინოთ რა ადგილს ვიკავებთ იმ სივრცეში, სადაც უბრალოდ მე კი არ ვარ, არამედ ჩვენ ვართ. იქ სადაც ჩემი ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ჩვენის ნაწილი და პირიქით. მაგრამ დღევანდელი ჩვენი კვებით შუქნიშანი იქნება ასევე ამ სიტყვების თამაშით ცოტა განსხვავებული კონსტრუქციით. როდესაც მე და ჩემი, ჩვენ და ჩვენი იქნება კვების ენაზე სათარგმნი. როდესაც ცხოვრების წესზე ვსაუბრობ, მე ვირჩევ ცხოვრების წესს. თუმცა ძალიან ხშირად ეს არაუბრალოდ ჩემი ცხოვრების წესი ხდება. არამედ ეს არის არჩევანი, რომელზედაც გავლენა იქონია ყველამ ერთად და იქცა ჩვენ არჩევანად და იქცა ჩვენ ცხოვრების წესად. მაგალითად ოჯახში. ხშირად ჩემი ცხოვრების წესი, ჩვენი ცხოვრების წესის ნაწილია და პირიქით ჩემი ცხოვრების წესი შეიძლება იყოს ჩვენი ცხოვრების წესის განსაზღვრელი ისევე როგორც პირიქით. როდესაც კვებაზე საუბრობთ და კვებით ჩვევებზე საუბრობთ, ყველაზე არასასურველი ჩვევაც კი, მავნე ჩვევებს რომ მეძახით, შეიძლება დიახ მე მიკავშირდებოდეს, მაგრამ ამავე დროს არაუბრალოდ ჩემი არჩევანი იყოს, ჩემი ურთიერთობა მავნე ჩვევებთან, არამედ დაკავშირებული ჩვენთან და ჩვენი საერთო არჩევანის შედეგი. როდესაც მე ვირჩევ ამა თუ იმ პროდუქტს, როდესაც მე შუქნიშანთან მიმართებაში არა ფერით, არამედ შინაარსით და დატვირთვით უპირატესობას ვანიჭებ რომელიღაც ბოსტნეულს ან ხილს, დიახ ამას ვაკეთებ მე. და ეს არის ჩემი არჩევანი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამის უკან დგას ჩვენ, ანუ ჩემი წინაპრების, ჩემი ოჯახის, ჩემი უახლოესი გარემოცვის ისტორიული მეხსიერება და გავლენა ჩემზე, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს არაუბრალოდ ჩემს გემოვნებას და ჩემს კვებით უპირატესობებს, პრეფერენციებს რომ ვეძახით, არამედ განსაზღვრავს ჩვენს საერთო დამოკიდებულებას საკვები პროდუქტების მიმართ, კონკრეტული კერძის მიმართ, კონკრეტული კვების მოდელის მიმართ. მოდით ცოტა უფრო დავუახლოვდეთ იმ თემას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ასახსნელად. ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, კვებაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ის უხილავი სამყარო და ის საიდუმლო, რომელსაც ჩვენივე სხეულით ვატარებთ. წარმოუდგენელია სამყაროში ჩვენი არსებობა, ურთიერთობა გარემოსა და ჩვენს ორგანიზმს შორის, ნივთიერებების მიღება ორგანიზმში და ამ ნივთიერებების ნაწილის გამოსვლა ორგანიზმიდან იმ სახელმწიფოს გათვალისწინების გარეშე, რომელსაც ჩვენივე სხეულით ვატარებთ და რომელსაც ნაწლავი ჰქვია. ეს ვართ ჩვენ და ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ეს მე ვარ, რადგან სწორედ ამ ცოდნის დამსახურებით ესეც ნაწლავთან დაკავშირებული ცოდნაა, ჩვენ უკვე ვიცით, რომ თითოეულ ჩვენგანს, როგორც გენური პასპორტი გვაქვს, ასევე გვაქვს ნაწლავური პასპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის ინდივიდუალობის და იდენტობის გამსაზღვრელი საიდუმლო არის ნაწლავში დაშიფრული. მოდით ამ კანონზომიერებას გავყვეთ და წარმოვიდგინოთ როგორ ვართ ჩვენ კვებასთან დამოკიდებული და როგორი უნდა იყოს ჩვენი კვებითი არჩევანი. ამისთვის ყველაზე კარგად გამოდგება პირამიდა. პირამიდა, რომელიც გათვლილია ფართო საზოგადოებისათვის და გამოდის, რომ ჩვენია. ჩვენ გვიკავშირდება და ჩვენი არჩევანი უნდა იყოს. 1992 წელს ჯერ კიდევ ასე გამოიყურებოდა კვებითი პირამიდა და მისი არჩევანიც და მისი ჩანაფიქრიც უკავშირდებოდა სწორედ ჩვენი კვებითი რეკომენდაციების ჩამოყალიბებას. შემდეგი საფეხური იყო 2005 წელს ჩამოყალიბებული კვებითი პირამიდა, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენია და გვიკავშირდება ჩვენ. ანუ მაქსიმალურად არის განზოგადებული ფართო მოთხოვნილებების და ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით და კვებასთან ერთად ცალკეული საკვები ჯგუფების გამოყოფასთან ერთად იერარქიაში ჩნდება ფიზიკური აქტივობაც. თუმცა 2011 წელს ეს ყველაფერი თავს იყრის თეფშზე და მანამდე გაგახსენებთ, რომ სულ ახლახან რამდენიმე თვის წინ მოხდა ეს ამბავი, პირამიდა თავდაყირა დააყენეს. პირამიდა, სადაც ასევე ჩვენი საჭიროებებია თითქოს დაშიფრული, განკუთვნილია ჩვენთვის, განსხვავებული პრინციპით, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც უკვე დაგროვდა, რომ არა
მარცვლეულ-ბურღულეულით დავიწყოთ პირამიდა. არა დავეყრდნოთ ამ ტიპის პროდუქტებს, არამედ დავეყრდნოთ უპირატესად ცილოვან საკოფ პროდუქტებს ბოსტნეულთან კომბინაციაში და მხოლოდ შემდეგ დავიწროებით, პირამიდის დავიწროებით მივიდეთ ნახშირწყლებით უკიდურესად დატვირთულ პროდუქტებთან. მოდით ისევ თეფშს დაუბრუნდეთ, იქ სადაც ჩვენი, იქცა ჩემად, იქ სადაც ჩვენ ვიქეცით მედ. ანუ, როდესაც კვებითი რეკომენდაციები საერთო ცოდნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დამიახლოვდა, მაქსიმალურად დაუახლოვდა ერთ კონკრეტულ ადამიანს და ასეთ შემთხვევაში ჩემი თეფში იქცა სიმბოლო დღიური რაციონისა, ერთი ადამიანის დღიური რაციონისა, სადაც 5 ჯგუფის, 5 ფერის პროდუქტები ისე შეახამეს ერთმანეთს, რომ დღიური რაციონის სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილი აღმოჩნდა, მეორე ნახევარი ცილოვანი კომპონენტი მარცვლეულ-ბურღულეულთან ერთად. კიდევ უფრო საყურადღებო აღმოჩნდა ხაზგასმა ჰარვარდის მიერ იმისა, რომ არა უბრალოდ ჩემი თეფში უნდა იყოს ასე მოწყობილი, არამედ კარგად კვების თეფში უნდა გამოიყურებოდეს. ასე, როდესაც საკვებ ჯგუფებთან ერთად საგანგებოდ ვითვალისწინებთ წყლის მოხმარებას, სწორად შერჩეული ცხიმების მოხმარებას ფიზიკური აქტივობის ჩათვლით. და კიდევ უფრო საყურადღებო აღმოჩნდა მასშტაბის გააზრება პლანეტის ჭრილში, როდესაც უბრალოდ ჩემი თეფში კი არ გახდა ჩვენი ორიენტირი, არამედ ისევ გაფართოვდა ჩვენი წარმოდგენა, საერთო წარმოდგენა, ჩვენ და ჩვენი პროდუქტები, ჩვენი არჩევანი მივიდა მე და ჩემი, აი ამ არჩევანთან თეფშის პრინციპით და შემდეგ თეფშები შეიცვალა ისე, რომ მაქსიმალურად მასშტაბური აღმოჩნდა სწორედ პლანეტის თეფში, სადაც ნამდვილად ჩვენ ვართ და არჩევანიც ჩვენია. მაგრამ არის ერთი კვების მოდელი, სადაც შეიძლება ყველაფერი იყოს თავმოყრილი. მე და ჩემი. ჩვენ და ჩვენი. ასეთ მოდელად აღიარებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის კვების მოდელი. რატომ? ის რაც ჩემთვის სასარგებლოა, ის რაც მე უნდა ავირჩიო და ყველაზე ოპტიმალურია, თავმოყრილია სწორედ კვების ამ მოდელში იმ პროდუქტების ურთიერთთანაფარდობით, რომელიც აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით დედამიწაზე კვების მოდელთა შორის ყველაზე სასარგებლო და ყველაზე ოპტიმალურია. მაგრამ ამავე დროს კვების ამ მოდელში ყველაზე მეტად არის გათვალისწინებული ჩვენ და ჩვენი, რადგან სოციალური კომუნიკაცია ამ კვების მოდელის განუყოფელ ნაწილად ითვლება. უფრო მეტიც, საერთო ტრაპეზის მუდმივი გაზიარება ამ კვების მოდელის ერთ-ერთი განსაზღვრელი ფაქტორია. ამიტომ ეს ის არის, სადაც მე და ჩემი ადვილად იქცევა. სიყვარულით, სიამონებით გადაიქცევა ჩვენ და ჩვენად და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთ კვების მოდელს შეუძლია შეგვინახოს ჩვენც, ჩვენიც, მეც, ჩემიც და მთელი ის ისტორიული მეხსიერება, რომელიც ჩემს ერს ჩემამდე მოუტანია, რადგან ასეთი კვების მოდელი ეს არის არა უბრალოდ სოციალური კომუნიკაცია დღეს ახლა ამ წუთებში, არამედ ეს არის ისტორიული გამოცდილება, ისტორიული მეხსიერება და ენდემური კვების მოდელი, რომელიც განსაკუთრებით გასაფრთხილებელი უნდა იყოს ჩვენთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქ ჩვენს მიწა-წყალზე მოყვანილი პროდუქტების გამოყენებით. ამიტომ ვფიქრობ, ეს მოდელი ჩვენთვის ძალიან ახლობელია, სადაც ჩვენი პროდუქტების არჩევანს ვაკეთებთ და მე ჩემი გემოვნების გათვალისწინებით სიამონებით ხვდები იმ ისტორიის ნაწილი, რასაც ქვია ჩვენ და ჩვენი წარსული. მე ამ სიტყვებით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.